დიახ, ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით კლინიკა ჰელსიკორში, სადაც გადმოიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაატა ბურჭულაძე. ის აქციაზე გახდა შეუძლოდ და გახდა მისი გადმოყვანა საჭირო უშუალოდ კლინიკაში. როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? გავიგებთ ვილი პაჭკორიასგან, რომელიც გამოყვა მას სასწრაფო დახმარების ჯგუფთან ერთად. ბატონ ვილი, მოგვაწოდეთ ბოლო ინფორმაცია და ასევე თუ შეგიძლიათ გითხრათ, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რა კვლევები უტარდება მას? იცით, ამ ეტაპზე რა მდგომარეობა ზუსტად არ ვიცით, ველოდებით ექიმის პასუხს. როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვეუბნება, იყო მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია. ნახოთ საჭიროებს შემდგომ გამოკვლევებს იშემიური მოვლენებიდან გამომდინარე. რის შემდეგ გახდა ის შეუძლოდ, ეს თუ შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, მას წიწაკის სპრეი რამდენჯერმე შეასხეს, როგორც ეს იყო მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ინტოქსიკაცია, მას შეასურეს დიდი რაოდენობით სპრეი. გარდა ამისა, ალბათ ის სტრესი, ის ნერვიულობა, რაც იქ ჩაიდინა ამ სამწუხაროდ ამ რეჟიმმა. მადლობა, თქვენ უსმენთ ვილი პაჭკორიას, საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტს. მოკლედ ჩვენ ვჩებით კლინიკა ჰელსიკორთან პაატა ბურჭულაძეს ამ დროისთვის კვლევები უტარდება და დამატებით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგაწვდით პირდაპირ ეთერში.